როგორ შეიძლება დიზაინერმა საკუთარი სტუდიის გახსნა აღნიშნოს ტორტის გაჭრით თუ მეგობრების ვიწრო წრეში. იქნებ ბანალურ ღონისძიებას ცოტა გლამური, ცოტა კრეატიულობა და სელებრიტები დავუმატოთ. ეს ყველაფერი ქალაქგარეთ გადავიტანოთ და ღია ცის ქვეშ საცურაო აუზთან პატარა ბომონდური წვეულების სახეც მივცეთ. ლაკო ბუკია მსგავსი იდეებით გამოირჩევა. მისი ატელიეც ქართულ მომხმარებელს სექტემბრიდან მიიღებს. მანამდე კი დიზაინერმა წყნეთში მთელი ნაღები საზოგადოება შემოიკრიბა და ახალი ამბავი ამცნო. მინდა რაღაც განსხვავებული და ისეთი რომ ყველა ერთად ყოფილიყავით და რაღაც კაი საღამო ყოფილიყო და სტუდიაში მოსვლას ისეც მოასწრებენ და ნახავენ იმედი მაქვს და ესეთი რაღაცა ნუ ისე დაემთხვა რომ ზაფხული იყო და ძალიან მინდოდა ჩემი ოცნება იყო ყოველთვის და ძალიან მიხარია რომ შედგა. ეს არის ფალიაშვილის 39-ია. ძალიან დიდ მადლობას უხდი კომპანია Eventology-ს, რადგან მათი პირველი საღამო ესეთ გრანდიოზია და მე მგონი ძალიან კარგად გამოვიდა. ლაკოს წვეულება ის ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა, სადაც სელებრიტების ფართო არჩევანია. ასე რომ გადავწყვიტეთ მათი აზრი ერთი-ორ აქტუალურ თემაზეც გაგვეგო. მით უმეტეს კომპეტენტური პირები საცურაო აუზის გარშემო მრავლად ყავდა. ალბათ თქვენს გაინტერესებთ ყველასათვის სასურველი ცნობილი ქალბატონები, რამდენი ჩანთით მიემგზავრებიან ზღვისპირეთში. გააჩნია რამდენი ხნით მივდივარ. ერთი დიდი ჩემოდანი ყოველთვის მჭირდება მარტო მე. ყველაფერი რაც გინდა. თავარია მოიხდინო თორე. რა ფერიც გინდა, ხო ახლა რაღაცა ყველაფერი ერთად. მე მგონი რაც არ უხდება ყველაფერი ეგ არის მოდეში. ძალიან ბევრი ჩემთან არ მჭირდება, იმიტომ რომ მაქვს ერთი ძალიან დიდი და ყველაფერს ვატოჟიგნით. ხო თუ ვისვენებ აქტიურად ეს ბოლო წლები ისედაც აღარ ვცხოვრობ. ორი ალბათ საკმარისი იქნება. გაჩნია რამდენი ხნით მივდივარ. ალბათ კაბებს უფრო და კუპალიქს. მაღალქუსლიანი კლუბისთვის ალბათ საჭირო იქნება. ჩარშან წავიდე ზღვაზე ერთი დიდი ჩანთა და მარტო მეცო შორტი და მაისური. ამიტომ წელს წავალ ზღვაზე წავიღებ მარტო შორტს და მაისურს. უბრალოდ ჩარშან არ იყო ძალიან ბევრი გახსნა. მე ისეთ დროს ვიყავი და არ დამჭიროებია იმდენად. წელს არ ვიცი როდის ჩამოვაბათ რომ ამ პერიოდში, მაგრამ გავითვალისწინებ მაგას და წამოვიღებ რამოდენიმე საღამოს კაბას. მომზადებული მოვალ. ზაფხულის დასასმელი რადგან არის ჰაეროვანი და მსუბუქი, შესაბამისად შეიძლება მაგან შეგიწყოს ხელი. რაოდენობრივად ბევრი, მაგრამ ჩაეტიო ერთ პატარა ჩანთაში. აუცილებლად სადღესასწაულო კაბები, იმიტომ რომ ისეთ ღონისძიებები იგეგმება, მე მგონი დაგჭირდება. თუ გაუძლებ ზღვაზე რომ ჩაიცვა ქუსლიანი, სანტიმეტრიანი, ან მეტი, შეგიძლია ჩაიცვა. სტუმრებს შორის კრისტი ყიფშიძეც ვიპოვნეთ, რომელიც ლონდონიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მოდელს სამსახურეობრივ ვოიაჟზეც გავესაუბრეთ. ვიყავი საქმეზე, ანუ გადაღებებზე ვიყავი, ჩემი სტუდიის პროექტით ვიყავით. ვაპირებთ გამოფენას და გეპატიჟებით, აუცილებლად დაგპატიჟებთ. აქტიური წელი იყო, შარშანდელი წელი. წელს ნაკლებად აქტიური მაქვს, იმიტომ რომ გადავწყვიტე ცოტა დავისვენო ამ ყველაფრისგან. ზღვაზე აუცილებლად ბავშვთან ერთად ვაპირებ. მე ძალიან ცოტა რაღაც მიმაქვს, მაგრამ იმას უყვარს ყველაფრის ჩადება. მსოფლიოში ყველაზე გლამურული და გიჟური წვეულებების უცვლელი ნაწილი საცურაო აუზია, რომელიც საღამოს ბოლოსკენ ხალხით ივსება, სხვათა შორის ჩაცმულ დახურული ხალხითაც. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვერკვია აქტიური გართობის მოყვარულებს რაიმე გეგმა თუ ჰქონდათ ლაკოს აუზთან დაკავშირებით. უკვე დაიქოქა თბილისის საზაფხულო დღეები და უკვე მე ბათუმში გაგრძელდება, თუმცა ჯერ კიდევ თბილისში ვარ და ლაკომ ესეთი ლამაზი საღამო გვაჩუქა, ანუ არ გვიწევს კლუბში წასვლა, არ გვიწევს რაღაც ისეთ წვეულებაზე და რაღაც სახლის სიტუაცია, აუზია სადაც შეიძლება ესე გადახდე და გადავარდე, ხო? და აბა გადავარდე. ეხა არა, მე გადავარდები და ესეთი სიტუაცია არ არის, რომ აუზში აღმოვჩნდა ჩემო საყვარელო. მაშინ არ ვიცი, ალბათ მალე წავალ რომ გადავრჩათ, არა მე ვერ გადავიტან მაგ ამბავს. რაღაცა დღეს არ ვარ მაგ განწყობაზე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზღვისპირეთში გამგზავრების წინ ყველაზე დიდი თავსატეხი სამოსის შერჩება. იმასაც გამალებით ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება პატარა ჩანთაში ჩავდიოთ. ამიტომ რჩევები ყველაზე კომპეტენტურებს ვკითხეთ. ზუსტად მიმაქვს ერთი ჩემოდანი მხოლოდ, გინდა იჯერე, გინდა რა. რა ვიცი, სამი ქუსლიანი ფეხსაც სამი წყვილი, თავისუფლად ჩამეტევა იმ ჩემოდანში და
1-4 საცურაო კოსტიუმი და რაღაც 4-5 გამოსასვლელი კაბა. მეტი არ არის საჭირო და ერთი ჩემოდანი თავისუფლად იტევს. არასდროს არ მიყვარდა კლუბები, არც ახლა არ მიყვარს და უფრო პასიურ დასვენებას ვამჯობინებ. ლაზე რო წავიდე, ჩემი კომფორტისთვის არის მხოლოდ საჭირო ქართულად როგორ თქვა შლოპანცები, შორტები, ბევრი მაიკები და რა თქმა უნდა ბევრი კუპალნიკები. მეტი არაფერი არ არის ჩემთვის საჭირო. რაც თავარი კეტები კიდე. იმდენად ბევრი რომ დავუშვათ თუ აი 2 დღეს მივდივარ, სადღაც 2 კვირის, წაიცით 2 კვირის სამყოფი დასაცმელი მიმაქ დაახლოებით. ხელი კომფორტული ძირითადად სარაფნები, რაც მარტივი არის ჩასაცმელად. მსგავსი წვეულებები იდეალური ადგილია იმისათვის, რომ ახალი ჭორები გაიგო და ძველები ტექნიკურად დაამოწმო. დიდი ხნის წინ გაჩენილი ეჭვების გარკვევა ცნობილი ფოტოგრაფისა და მოდელის შესახებ ჩვენ ზამთარშიც ვცადეთ. როდესაც მარიტა ჯანაშია და ლაშა ღუღუნიშვილი თავიანთ ურთიერთობაზე ვალაპარაკეთ, თუმცა წყვილი მაშინ ახალ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რამოდენიმე დღის წინ Facebook-ზე შეცვლილი relationship სტატუსის შემდეგ წყნეთში ლაკოს წვეულებაზე Music Box-მა აღიარება მოიპოვა. მე ვიცი რომ რაღაცაში უნდა გამომიწყდეთ. რაში? როდის დაიწყო ყველაფერი? როდის დაიწყო? გიყვარს მარიტა? კი, ძალიან. ძალიან. შენ გიყვარს ლაშა? მითხარი. კი. ძალიან. კი. უნდა გახმაურება. რატო? ჩვენთვის ვიყავით წყნარად და ვაი, რა, აუცილებელია თუმცა საქართველოს მიცოდნე. უკვე იცი, მაგრამ მაინც. შენ მოგატყვეთ სამწუხაროდ. ჩვენი მეგობრები. მიღებ ამ რა ქვია, სიუჟეტის მე მიღებ ხო? აი ეს უკვე ნამდვილი ბომონდური წვეულებაა. ჭორები, სელებრიტები, გართობა და ერთი პატარა მიზეზი საზეიმოდ. მართალია აუზში თავით არავინ გადაშვებულა, მაგრამ რაც ნახეთ, ისიც გვეყო. ასე რომ დიდი მადლობა ლაკოს არაჩვეულებრივი საღამოსთვის. ისე ნეტა მეორე ატელიეს როდის გახსნის.